ოჯახის ექიმი კვლავ თქვენთან ერთადაა და გადაცემის დასკვნილ ნაწილში ძალიან აქტუალური თემით ბრუნდებით. Როგორ უნდა მოვემზადოთ ზაფხულის მოგზაურობების დროს ისე, რომ უსიამოვნო სურპრიზებმა დაგეგმილი შვებულება არ ჩაგვიშალოს? მოკლედ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, ბარგის შალაგებასთან ერთად მნიშვნელოვანია სამოგზაურო აფთიაქის მოწესრიგებაც. ნებისმიერი მოგზაურობა ნიშნავს ახალ გარემოს, ახალ გემოებს, გასტრონომიულ ექსპერიმენტებს, რაც სამწუხაროდ ხშირად კუჭანწლავის პრობლემებით მთავრდება. კვლევების მიხედვით მოგზაურთა თითქმის 25%-ს ერთხელ მაინც ჰქონია შებერილობა, ყაბზობა, ფაღარათი, გულისრევა, რის გამოც დაგეგმილი აქტივობები გაუქმებიათ ან გადაუდიათ. რაც როგორც გეთი შენ აღნიშნე, არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი. აი შენ ის ადამიანები ვინც ახსენე, დაახლოებით 25%-ს ამ ადამიანებისას რომ ქონოდათ დამხმარე საშუალებები, როგორიც არის პროფილაქტიკური საშუალებები, ფერმენტები, სხვადასხვა პრობიოტიკები და ასე შემდეგ, აი ამ უსიამოვნებას აბსოლუტურად აირიდებდნენ თავიდან და ზაფხულის შვებულებას მშვიდად გაატარებდნენ. ამ თემაზე სასაუბრო დღეს ჩვენი სტუმრები არიან ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე და პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი თამარ ნანობაშვილი, რომლებიც გაგვიზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს და დაგვეხმარებიან დავგეგმოთ გონივრული სამოგზაურო აფთიაქი. გამარჯობა, მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვსაუბრობ და რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს ჟანა. რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სამგზავრო აფთიაქი და რა მედიკამენტები უნდა იყოს შიგნით? მოგესალმებით, მიგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ ბარგის ჩალაგების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სამოგზაურო აფთიაქით სწორად შევარჩიოთ, განსაკუთრებით სად მივდივართ და რამდენი ხნით. თუმცა არსებობს ისეთი პირველადი დახმარების საშუალებები, რომლებიც სულ უნდა გქონდეს თან. ეს არის აუცილებელი, მაგალითად, როგორიც არის ანტისეპტიკური ხსნარი, ჭრილობის დასამუშავებლად, ხო, რაღაც მცირედი ჭრილობის დასამუშავებლად, ასევე პლასტირები, სიცხის დამწევის საშუალებები, ტკივილგამაყრჩებლები, ასევე ანტიჰისტამინური საშუალებები, რომელიც ალერგიის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ასევე დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები, ფერმენტები, რომელიც აი განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ტიპის აკვებს მივირთმევთ, ან განსხვავებულ უცხო გარემოში ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სპაზმოლიზური საშუალებები და ასე შემდეგ. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ის პროდუქტები, რომელსაც ჩვენ სამოგზაურო აფთიაქში ჩავდებთ, ავარჩევთ, არ უნდა საჭიროებდეს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, განსაკუთრებით მაცივარს, ვინაიდან კომფორტული უნდა იყოს ჩვენი სამოგზაურო აფთიაქისთვის. და რაც მნიშვნელოვანი არის ალბათ, რომ მაყურებელმა არ უნდა გაიგოს, რომ ეს მხოლოდ ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, ანუ მცირე ესე ვთქვათ, გადაადგილების დროსაც კი მნიშვნელოვანი არის აღნიშნული მედიკამენტების გამოყენება, მით უმეტეს თუ რაღაცა სამთო კურორტებზე მივემგზავრებით, ხო, ან თუნდაც ზღვაზე, მათ შორის ერთი დღით. ნამდვილად. ჩვენ ძალიან ბევრი მედიკამენტი ჩამოვთვალეთ და საჭირო ნივთი სამოგზაუროდ რაც უნდა წავიღოთ. თამარ, თქვენთან გადმოვალე, ხო, კითხვით, ზოგადად რატომ იზრდება კუჭანწლავის ტრაქტის პრობლემები ზაფხულში, რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს არის მხოლოდ თქვა კვებითი რაღაც დარღვევები თუ იცვლება ორგანიზმში სხვა ფიზიოლოგიური მოვლენებით? კი ბატონო, მადლობა. ძალიან საინტერესო კითხვაა. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კვებითი ჩვევები იცვლება, ჩვენ როცა ჩვენს ჩვეულ გარემოს ვიცვლით, ესე ვთქვათ და უცხო საკვებს მივირთმევთ, სულაც რომ უცხო საკვებზე არ იყოს საუბარი, გარემო, წყალი, ჰაერი უცხოა და ეს უკვე ჩვენი ორგანიზმისთვის გარკვეული სტრესია. თუმცა გარდაკვებითი ფაქტორების არის სხვა მთელი რიგი ფაქტორებიც, მაგალითად ის, რომ ზაფხულში გარემოს მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა ძალიან ხელსაყრელი გარემო პირობებია სხვადასხვა გამომწვევების გამრავლება. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ნაწლავური ინფექციების გამომწვევი შეიძლება ბაქტერია იყოს, პარაზიტი, ვირუსი და მათი გამრავლებისთვის ეს ძალიან კომფორტული გარემოა. ასევე საკვები პროდუქტებში ლპობის პროცესებით ბევრად უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობს ზაფხულის პერიოდში და ცხელ ამინდებში, ესე ვთქვათ და პლუს ამას აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის დროს მნიშვნელოვნად იცვლება ჩვენი ნაწლავური მიკრობიოტა, ანუ იმ კარგი და მეგობარი ცუდი ბაქტერიების თანაფარდობა, ესე ვთქვათ, რომელიც უნდა არსებობდეს ჩვენს ორგანიზმში და აი ეს ფაქტორები ხელს უწყობენ ისეთი ჩივილების წინ წამოწევა ზაფხულის პერიოდში, როგორიც არის დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, კვებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, აი ამით აიხსნება ეს ყოველივე. თქვენ დიარეა ახსენეთ და აქვე რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა არის ის ძირითადი სიმპტომები, რაც ახასიათებს, რა არ უნდა გამოებაროს პაციენტს სანამ ექიმთან მივა და სანამ ექიმთან მივა დიარეის დაწყებისთანავე რა უნდა გააკეთოს?
კი ბატონო, სწორი შენიშვნა დიარეაზე ხაზგასმა კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს მაინც ყველაზე წამყვანი პრობლემაა ზაფხულის სეზონზე და ეს ის პრობლემაა, როცა ჩვენ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომით დიარეით შეიძლება რაღაც რთული გართულება მივიღოთ დეჰიდრატაციის სახით, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიარეის სიმპტომების დაწყებისთანავე ჩვენ დროულად ჩავერიოთ სიმპტომური სარეჰიდრატაციო საშუალებები თუ იგივე ვთქვათ აი ამ პრობიოტიკების ანუ მეგობარი ბაქტერიების შემცველი პრეპარატებით და საკვები დანამატებით. რაც შეეხება საშიშ სიმპტომებს, რაც ჩვენ არ უნდა გამოგჩეს, ხო? მე განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ხანგრძლივობას, როცა დიარეა ხანგრძლივდება და ბავშვთა ასაკში ჩვენ 24 საათიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ჩავრთოთ ესე ვთქვათ SOS სიგნალი და აუცილებლად პირველივე სიმპტომებისთანავე დავიწყოთ საპროფილაქტიკო ღონისძიებების გატარება. მოზრდილთა ასაკში თუ გახანგრძლივდა 2 დღეზე უფრო მეტ ხანს დიარეა, დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს პაციენტი და პარალელურად ადინამიურია, არ იღებს დამატებით ორალურ სარეჰიდრატაციო საშუალებებს, ან თუ განავალში შეინიშნება სისხლი, თვალით ხილული სისხლი ლორწო, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ იმ ნიშნად, როცა არ უნდა გადავდოთ ექიმთან ვიზიტი. კი ბატონო. შანა, აქ წარმოდგენილი ფაქტიურად ყველა ის პრეპარატი არის, რაც მოგზაურობისთვის აუცილებელი არის და თუ გადავხედავთ ამ ყველაფერს GM Pharma-ს ალბათ რაიმე შეთავაზებაც უნდა კონდეს სამოგზაურო პაკეტთან დაკავშირებით, ხო, მომხმარებლისთვის? კი, ნამდვილად ასეა. ჩვენ დავიწყეთ კამპანია სამშაბათი, კუჭნაწლავზე ზრუნვის დღეა და რას ნიშნავს ეს აღნიშნული კამპანია? ივლისის თვის ყოველ სამშაბათს PSP-ში მისულ ყველა მომხმარებელს დახვდება განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ჩვენს გასტროენტეროლოგიურ პორტფელზე. ვიდრე მე სააქციო პროდუქტს ჩამოვთვლი იქამდე, მინდა რომ კომპანიის შესახებ უთხრა ჩვენს მოსახლეობას. GM Pharma-ის გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. რაც შეეხება ეხა სააქციო ჩამონათვალს, დავიწყებ ლაქტოჯი ფორტეთი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი პროდუქტია. საკმაოდ დიდი ხანია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე დასაწყისში აღვნიშნე, რომ სამაცივრო პირობებს არ უნდა საჭიროებდეს დიახ აღნიშნული პროდუქტი, რაც ჩვენ სამოგზაურო აფთიაქში გვაქვს. აი ლაქტოჯი ფორტე სწორედ წარმოადგენს კუჭნაწლავის ფლორის დასაბალანსებელ საშუალებას, რომელიც არ საჭიროებს სწორედ აი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ეს გახლავთ პრობიოტიკი, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს აქცია 1+1 PSP სააფთიაქო ქსელში. რაც შეეხება ლაქტოჯი კიტს, ეს გახლავთ უკვე საბავშვო ფორმის მეგობარი ბაქტერიები, რომელიც ასევე ბეჭდგუფის ვიტამინსაც შეიცავს. ეს გახლავთ ფლაკონები, რომელზეც ვრცელდება შემდეგი ტიპის აქცია. 5 ფლაკონის შეძენის შემთხვევაში 5 ფლაკონს მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად. რაც შეეხება დიალაკს, ეს გახლავთ შებერილობის საწინააღმდეგო მოქმედების. აქ გვაქვს როგორც საბავშვო, ისე მოზრდილთა დიალაკიც ორივე ფორმა. დიალაკიც, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ წვეთი, საბავშვო ფორმა, პედიატრიული ფორმის წვეთები გახლავთ, რომელსაც ბანანის ასიამოვნო არომატი აქვს. თქვენ იცით, ჩვილ ბავშვთა ასაკში როგორი პრობლემურია, ხომ? ზოგადად მედიკამენტის მიღება, ამიტომ ამ შემთხვევაში არ გაგვიპროტესტებს ჩვენი პატარა. აქტუალურია შებერილობის პრობლემა. რა თქმა უნდა, კი, რომელი ასაკიდან არის დასაშვები წვეთები? ნულოვანი ასაკიდან შეგვიძლია, ანუ ჩულთა კოლიკას, რასაც ვეძახით, რაც ისედაც შემაწუხებელია მოგზაურობაზე, რომ არაფერი ვთქვათ, ნულოვანი ასაკიდან შეგვიძლია, რომ დიალაკის წვეთი გამოვიყენოთ. რაც შეეხება კაფსულებს, ეს უკვე მოზრდილ ასაკში გვაქვს, ეს არის მაღალი კონცენტრაციით სიმეტიკონი, რომელიც უკვე ასევე რომელზეც ვრცელდება 1+1 შეთავაზება PSP სააფთიაქო ქსელში. აქვე ყურადღებას გავამახვილებ რელკონზე, რომელიც გახლავთ ფერმენტი, ეს გახლავთ 4-მაგი მოქმედების, გარდა იმისა, რომ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ათვისებას უწყობს ხელს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მცენარეული ბოჭკოს ათვისებას უწყობს ხელს და ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვეგანები არიან ან დიდი რაოდენობით მცენარეულ საკვებს მიირთმევენ ან ხილს, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი არჩევის პროდუქტი გახლავთ. კოლოფში არის 10 ფირფიტა, ამ შემთხვევაში როგორც კოლოფზე, ასევე ფირფიტის შეძენის შემთხვევაშიც მეორე ფირფიტა მათ გადაეცემათ საჩუქრად. რაც შეეხება ანასპაზს, ეს არის სპაზმოლიზური საშუალება და გამოიყენება მუცლის ღროს სპაზმური ჩივილების დროს და მათ შორის მენსტრუალური ტკივილის დროსაც. ვრსომაკი ეს გახლავთ ჰეპატოპროტექტორი, ღვიძლის დამცველობითი ფუნქციის დროს, ასევე კოლერინზე მინდა დიარეა ვახსენეთ ჩვენ და მას პოპულარულ ენაზე ვეძახით ფაღარაც. ამიტომ კოლერინი ამ შემთხვევაში გახლავთ სწრაფი კუპირებისთვის, ხოლო რაც შეეხება კოლერინ ჰიდროს, აი აქ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მასში შედის ასევე ელექტროლიტი
ელექტროლიტი, გარდა იმისა, რომ პრობიოტიკ შეიცავს, ელექტროლიტიც არის, გარდა იმისა, რომ სწრაფად ხდება კუპირება, სწრაფადვე ელექტროლიტური ბალანსით აღხდება კი, ჩვენი ორგანიზმი. მას აქვს ჟოლო სასიამოვნო არომატი, ამიტომ მისაღებად საკმაოდ კომფორტულია, 200 მლ წყალში იხსნება და შუშხუნააბებიც არის? ეს შუშხუნააბები გახლავთ ჰიდრობალანსი, ეს არის ელექტროლიტები, აი ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, ჭარბის სითხის დაკარგვის შემთხვევაში, ერთი შუშხუნააბი. ფაღარათის შემდგომ რასაკვირველია, ვარჯიშის დროს, როდესაც დიდი რაოდენობით იკარგება ასევე სითხე, ხომ? და არ გვინდა დაუშვათ დიდი რაოდენობით წყალი მივიღოთ 200 მლ, ერთ ჭიქა 200 მლ ჰიდრობალანსში, კი, რა თქმა უნდა, ის ელექტროლიტური ბალანსი უკვე შევსებულია. რაც შეეხება ალკორესზე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ნაბახუსების შესამსუბუქებელი საშუალება. საფხულის არ დადეგებს ხშირად მოყვება ეს მდგომარეობა, ხო? ნამდვილად ხშირად მოყვება. ალკორესტი გახლავთ შუშხუნააბები, ასევე სასიამოვნო მისაღებია და ნაბახუსების სიმპტომებს ძალიან კარგად ხსნის. რაც შეეხება ბოლო პროდუქტი, ეს გახლავთ პოლისოლი, ესეც პაკეტები გახლავთ, ესეთ ელექტროლიტებია, განსხვავებით კოლერინ ჰიდროსგან განსხვავებული შემადგენლობა აქვს. აი ელექტროლიტები, რაც შეეხება პოლისოლს, 1 ლიტრ წყალში იხსნება და მხოლოდ ელექტროლიტია. ამიტომ, როდესაც მხოლოდ ელექტროლიტი გჭირდება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ პოლისოლი. 5 პაკეტზე 5 პაკეტი გახლავთ საჩუქარი. ყველა ეს პროდუქტები ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, ყოველ სამშაბათს, ივლისისთვის ყოველ სამშაბათს PSP-ში მის ყველა მომხმარებელს დახვდება აღნიშნული შეთავაზება, ეს 1+1 თუ 5+5 ტიპის შეთავაზებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოცივე პირობებს, შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, ვინაიდან ჩვენი სამოგზაურო აფთიაქისთვის კომფორტულია ამ შემთხვევაში ჩვენი პროდუქტების გამოყენება. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს, ხოლო მათთვის კი ვინც ახლა შემოგვიერთდა, ვიტყვი რომ ივლისისთვის ყოველ სამშაბათს PSP-ს აფთიაქებში თქვენ დაგვხვდება ძალიან კარგი შეთავაზება GM Pharma-სგან გასტროენტეროლოგიური პროფილის პროდუქტებზე. დიდი მადლობა ნახვამდის. მადლობა.